Halstuxi მამაკაცისთვის არა მარტო მორთულობა, არამედ სუბორდინაციის ინტერნაციონალური ნიშანის. Ვისაც halstuxi აქვს, ის კაპიტანია. Თუმცა halstuxis ფასეულობა არა მარტო ნომინალური ღირებულებითა და პრესტიჟულობით განისაზღვრება, არამედ მამაკაცის ხასიათსაც ავლენს. თურმე halstuxi გარკვეული ნორმების შესაბამისად უნდა ვიხმაროთ. მის შერჩევასაც გარკვეული რეცეპტი სჭირდება. მამაკაცებმა, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ კლასიკურ ორნამენტებს, ისინი ვინც მზრუნველები, კორექტურულები და ერთგულები არიან, აუცილებლად უნდა ერჩიონ სოლებიანი halstuxi. თუ თქვენ სანიმუშო მამისა და მეუღლის განსახიერება ხართ, ან წარმატებული ბიზნესმენის იმიჯს იქმნით, ყველაზე შესაფერი ატრიბუტი სწორედ სოლებიანი halstuxია. თუ თქვენ ტიპიური ჩინოვნიკი და ზედმეტად მოწესრიგებული პედანტი ბრძანდებით, უმჯობესია სადა, შავი ან ნაცრისფერი halstuxis ხმარება. Განსაკუთრებით დამახასიათებელია იურისტებისა და ძალოვან სტრუქტურებში მომუშავეთათვის. რომანტიკულ, კეთილ და გულღია მამაკაცებს ყვავილებიან halstuxs ურჩევთ, რომელიც ასევე კარგად ესადაგება შემოქმედებითი და არტისტული ნიჭით დაჯილდოვებულ. თუ თქვენ ბეჯითი და დაუღალავი მუშაკი ხართ და ზედმეტი მიზანსწრაფულობითა და თავმოყვარეობით გამოირჩევით, წინწკლებიანი halstuxi უკეთ შეგეფერება. ვისაც საინტერესო საქმე და საინტერესო ხალხი უყვარს, სახიანი halstuxi დამშვენდებოდა. თუ თქვენ სანდო პარტნიორი, იუმორის გრძნობით დაჯილდოვებული და თავშეკავებული ხართ, სჯობს ატაროთ პატარა ფიგურებიანი halstuxები. უხეშ და გულფიცხ მამაკაცებს რომბებიანი halstuxები მოუხდებათ. ცივებმა და უკარებებმა სჯობს ორნამენტიანი halstuxები შეიძინათ. ასე რომ მამაკაცებო, აირჩიეთ თქვენი ხასიათის შესატყვისი halstuxi. თქვენ კი ქალბატონებო, სანამ ვნებათა მორევში ჩაეფლობით, ყურადღებით შეხედეთ თქვენს რჩეულს. ნუახვებით მის სიტყვებს. შეხედეთ halstuxs, მან შეიძლება უფრო მეტი გიამბოთ მის მფლობელს.